ესე იგი უფრო შეკითხვის დასმა ასე უფრო უპრიანია მთლიანობაში რო განვიხილოთ ის ცვლილებები, მოსალოდნელი ცვლილებები, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდარღვევათა კოდექსის. რა არის იცით, გუშინ იყო პირველი საკომიტეტო მოსმენა. პარლამენტში პირველი საკომიტეტო მოსმენა, რომელსაც პროცედურულად რა თქმა უნდა ამ კომიტეტის წევრები დაესწრნენ, დაინტერესებული პარლამენტარები და რა თქმა უნდა არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს გუშინ იყო დარგობრივ ეკონომიკის კომიტეტში განხილვა, თუმცა თუ კი პარლამენტარების ჟარგონს დავესესხებით, წამყვანი მაინც პირველი არის იურიდიულ საკითხთა კომისია, თუმცა იქ კომისიიდან მე ბატონი ვახტანგ ხმალაძის კომენტარი უკვე მოკარი თვალი მართვის მოწმობის უფლების შეჩერებასა და მართვის უფლების ჩამორთმევას და ხელახლა გამოცდას ჩაბარებას შორის რაღაც გარკვეულ შეუსაბამობაზე, რომელიც თავისთავად საინტერესოა და აუცილებლად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეხვედრის მერე ცალკე გვექნება აუცილებლად შეხვედრა თუ როგორი განწყობაა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, საკმაოდ წვავე შეხვედრა იყო. მე მთლიანობაში როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა, როგორც საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შემიძლია მოგახსენოთ, რომ ჩემთვის მთავარი იქნებოდა და უფრო მისაღები იქნებოდა, რომ მთლიანობაში ყოფილიყო წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია. ამ სფეროში ჩვენ რაღაც ერთგვარად გამოვიყურებით, როგორც კომპას დაკარგული გემი. აი როგორც იცი, რაღაც ფრაგმენტულად რაღაც თემა წამოტივტივდება, რაღაც თემა გაცხელდება, მერე განელდება, წამოიწევს ვთქვათ ტეგდათვალ ავტომობილების გზისთვის ვარგისობის, როგორც უწოდებდნენ, ტეგდათვალიერების, წამოიწევს მარჯვენა საჭიანი ავტომობილის, წამოიწევს ვთქვათ საწვავის ხარისხის კონტროლის თემა მერე მინავდება, წამოიწევს საცობებთან ბრძოლის თემაც. აი ბევრი ესეთი საკითხია, რომელსაც შემიძლია ვთქვა, რომ აი ერთიანი თავი არ ადგას ამ თემას. და ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ მივდივართ ევროპისაკენ. და ევროპული გამოცდილება სწორედაც გვეუბნება, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება უნდა იყოს ერთ ხელში და მასთან შეხებაში ყოფი უწყებები, ეს იქნება დაწყებული ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ურბანული განვითარების პოლიტიკა, ეს იქნება ჯანდაცვა, რომელიც გზებზე თქვათ სწრაფი დახმარების სერვისი აუცილებელია, ეს იქნება თქვათ კანონდებლები, ეს იქნება თქვათ ავტომობილიზაცია, თუ როგორ უნდა განახლდეს ჩვენი პარკი, რამდენი წლის ავტომობილებით, რომელი უნდა იყოს შეღავათიანი რეჟიმი და შემდეგ. ეს ყველაფერი ერთად უნდა იყოს ძალიან ესეთ ინტერკოორდინირებულ მდგომარეობაში. ჩვენ ახლა სახეზე გვაქვს აშკარა დისკოორდინაცია. თუმცა მე მაინც ვიტყოდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც გამოიჩინა ინიციატივა და გაბედათ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩვენი ქვეყნის მთავრობა ყოველთვის უფრთხოდა არჩევნების წელს ესეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას. სწორი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას ყოველთვის უფრთხოდა. აი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაბედა და ეს ვისასალმებელია. და აი გუშინვე გამოიკვეთა მაგალითად საკითხი, რომელიც არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროსი, მაგრამ გინდა არ გინდა უნდა გაიყოლოს მომიჯნავე უწყების მემხედველობაში მაქვს ფინანსთა სამინისტროს გარკვეული აქტივობა. საუბარი არის ავტომობილების გამბაჟების სფეროში სხვა ტარიფით დაბეგვრაზე, ანუ წახალისებული იყოს ნულოვანგარბენიანი ახალი ავტომობილების შემოყვანა და ძალიან ძველი ავტომობილების შემოყვანა კი უნდა გაწვირდეს. თუმცა აქვე დავძენ, რომ უკვე ძალიან ბევრმა ეს არის ის ჩვენთან წახალისებულია და საქართველოს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გამბაჟების თვალსაზრისით არის ელექტრომობილებისადმი მეგობრული ქვეყანა. თქვენ თუ დღეს შეიძენთ ელექტრომობილს, ხო? ნულოვანი ტარიფით დაიბეგრებით და ძალიან კარგია. ვისურვებდი, რომ მე გუშინ დავაფიქსირე კიდევაც, რომ ჰიბრიდული ავტომობილები, რომელსაც უახლოესი მომავალი ეკუთვნის, იმის ნახევარი ტარიფით უნდა დაიბეგროს, რაც არსებული, თქვათ, შიგაწვის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები. რაც შეეხება ჯარიმებს, ხო? ჯარიმების თემა გამოიყურება ასეთნაირად. არის პროექტი, რომ გარკვეულ დარღვევებზე გაუქმდეს მართვის მოწმობის ჩამორთმევა და
შემოღებული იქნას უბრალოდ ფულადი ჯარიმა. ნუ ერთი შეხედვით ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ თუ ჩვენ ანალიზს გავაკეთებთ, ხო, აი ახლა თქვენთან ერთად მე შევეცდები ეს ახსნა თქვენი მკითხველისთვის და მაყურებლისთვის, აი მაგალითისათვის დღემდე თუ კი მძღოლი არ დაუთმობს ესკორტს, ანუ ვიღაც თქვათ პატივცემულ გვამს, რომელიც გადაადგილდება რაღაც ციმციმებით აღჭურვილი და ადამიანი მიდის და ახლა უკნიდან რაღაც ციმციმე შეიძლება ვერც შეამჩნიოთ. და ამაზე თქვენ გაქვთ ძალიან დრაკონული, არაპროპორციული, არაადეკვატური სასჯელი განსაზღვრული მართვის უფლების ერთი წლით ჩამორთმევა. ნუ კაი ადამიანმა ვერ დაინახა, მაგრამ ხო არ შეიძლება მაგალითად ქუჩაში მხარი რო გაკრა ადამიანს შემთხვევით ხო არ შეიძლება მას 15 წელი მისცი. აი ესეთი არაადეკვატური სასჯელი, იმიტომ რომ ადამიანი ხშირად იმ მანქანით ოჯახს არჩევს. ახლა წვრილი დისტრიბუტორია 15-20 ლარიშია ყოველდღე სახში და მას რომ მთელი წელი აღუკვეთა იმის გულისთვის რომ ვიღაცას გზა არ დაუთმე, ნუ უნებლიეთ, ხო? ნამდვილად არაადეკვატურია. ამიტომ ჩვენ მხარს უჭერთ ამ ცვლილებას, რომ ეს უნდა ადეკვატური, ჩვეულებრივი ადმინისტრაციული სახდელით შეიცვალოს, თუ კი დამტკიცდება, რომ მან მართლაც შეგნებულად არ დაუთმო გზა და შეგნებულად შეაფერხა მოძრაობა, რა თქმა უნდა, ეს დასჯადია. და საინტერესო დეტალი თუ კი 2012 წლის სამთავრობო ცვლილებამდე გადავხედავთ ამ მუხლით რამდენი ადამიანია დაჯარიმებული და 2012 წლის მერე თქვენ ადვილად ნახავთ რომ 2012 წლის მერე პრაქტიკულად აღარავინ აღარ არის დაჯარიმებული. ანუ ეს ჯარიმა იყო განკუთვნილი ჩვენისთან ადამიანებისათვის, ანუ ადამიანები, რომლებიც ვერ ისვენებდნენ, რომლებიც აქციებზე აქტივობით გამოირჩეოდნენ და თქვენ სახში მოგივიდოდათ ჯარიმის ქვით არის, რომ თქვენ უნდა ჩამოგერთვათ მანქანა და თქვენ ერთი წლით უნდა შეგიჩერდეთ მართვის მოწმობა. ანუ არასასურველი ადამიანების ნეიტრალიზებისთვის იყო. ეს არის აი ხელის გულზედებს და მე გთხოვდი თქვენ ჟურნალისტებს, რომ დაინტერესდით რამდენი ჯარიმა იყო ადრე და ეხლა რამდენი. ანუ ეს იყო სუფთა სადამსჯელო. ასეთი მუხლები, რა თქმა უნდა რამდენადმე შერბილდეს. ამაზეც იყო საუბარი. ნუ საუბარი რა თქმა უნდა იყო მარჯვენა საჭიან ავტომობილებზე, ერთ-ერთი მტკივნეული თემა, იმიტომ რომ სირთულეს არ წარმოადგენს მარჯვენა საჭიანი ავტომობილი, ნამდვილად თუ კი ადამიანმა ტარება იცის, მე როგორც პრაქტიკოსი მერწმუნეთ არ წარმოადგენს, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს შერეული პარკი. მარჯვენა და მარცხენა საჭიანი ავტომობილების პარკი. აპელირება მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტიორების იმის თაობაზე, რომ ევროპულ ქვეყნებში არ არის აკრძალული, მართალია არ არის აკრძალული, მაგრამ იქ 1%-საც, 0.5%-საც კი არ აღემატება მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რაოდენობა. აქ ჩვენთან უკვე 30%-ს გადააჭარბა, ხოლო ყოველთვიურ იმპორტში ყოველთვიურად შემოსული 100 მანქანიდან 40-45 თითქმის ნახევარი უკვე მარჯვენა საჭიანია. აი ეს არის პრობლემა. აი ხლა თქვენ ჟურნალისტები ბრძანდებით და აი მე რო გთხოვოთ ეხლა რომ თქვენი სახელი და გვარი დაწეროთ მარცხენა ხელით, ხო? გაგიჭირდებათ. ან რომ გითხრათ რომ აი თქვათ არაბული წესით, ან ივრითული წესით დაწეროთ მარჯვნიდან მარცხნივ. თქვენ გაგიჭირდებათ დაწერა. ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიაა. ესე იგი წარმოვიდგინოთ რომ ახალბედა მძღოლი პრობლემა დიდება თქვენს მობრძანებას. ესე იგი წარმოვიდგინოთ რომ ეს არის რეალური ციფრი ყოველ დღე საქართველოში. ყოველ დღე 140-150 ადამიანი იღებს მართვის მოწმობას. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც საკმარისი პრაქტიკა და უნარჩვევები არ გააჩნიათ ავტომობილის მართვის. წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან, წინა ხელისუფლებიდან ეს მემკვიდრეობით გვერგო ჩვენ ყველას არის ძალიან ხელმისაწვდომი მართვის მოწმობის აღება. მემხედველობაში მაქვს ის, რომ ადამიანს არ აქვს ქალაქში, ავტობანზე, გადატვირთულ ქუჩებში, საცობებში სიარულის უნარჩვევები და მას სახელმწიფო აღჭურავს მართვის მოწმობით. და შემდგომ იწყება პრობლემები. შემდგომ იწყება ის, რომ მართვის მოწმობას ვინც იღებს 100 ადამიანიდან რუსთავის საგამოცდო მოედნიდან თბილისამდე 90 თავისით ვერ ჩამოდის. ის ვიღაცამ უნდა ჩამოიყვანოს და იწყება სწავლა უკვე თბილისის გადატვირთულ ჩვენი ქვეყნის გადატვირთულ ქუჩებში და ავტობანებზე, ავტომაგისტრალებზე. აი ეს ჯგუფი წარმოადგენს რისკ ჯგუფს
და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც ისწავლა მარცხენა საჭიენ ავტომობილზე ტარება. აი თქვენის თანა ქალბატონმა ან ახალგაზრდა მაწვილმა გამოცდა ჩააბარა მარცხენა საჭიენ ავტომობილზე. ამის შემდეგ დაჯდება მარჯვენა საჭიენ ავტომობილზე. ნუ ახლა ექიმები უკეთ ახსნიან, ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები მართავენ, მარჯვენა და შესაბამისად, ასე ჯვარედინად, ხო? აი მართლაც რევოლუცია ხდება ადამიანში და ეგრეთ წოდებული პარალელური პარკინგი, ამას გულწრფელად როგორც პრაქტიკოსი ისე გეუბნებით, აი პარალელური პარკინგი ორ ავტომობილს შორის ჩაყენება კატასტროფაა მათთვის. ეს ნიშნავს, რომ ან შეანელოს მოძრაობა, შეაფერხოს მოძრაობა, აღარაფერს ვამბობ, მარჯვენა საჭიანი ავტომობილის ახალბედა მძღოლისთვის, ხას უსვავ ახალბედა მძღოლისათვის მარცხნივ მოხვევის პრობლემატურობა. ის ვერ საზღვრავს გაბარიტს. ესეც კიდევ დამატებითი პრობლემის, დამატებითი სირთულის შემცველია. აი ეს ყველაფერი ერთად, ხო, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ცხოვრება არ შედგება მხოლოდ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების ზღოლების, ან ზღოლებს არაფერი არ ემუქრებათ. მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტიორობით არ შედგება, ხომ? და მეთანხმებით ამაში. საზოგადოება ასევე შეიძლება ეს მოარული აზრია, მაგრამ მოარულას გააჩნია საფუძველი, რომ ისინი ხედავენ პრობლემას მარჯვენა საჭიან ავტომობილებში. თუ ტარება, რა თქმა უნდა, თუ ტარება იცის, ხო? ნამდვილად საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ყოველ დღე წელიწადში დაახლოებით 45-50,000-ით ყოველ წელიწადს იზრდება ახლად მართვის მოწმობა აღებულ ადამიანთა რიცხვი და ეს ჯგუფი წარმოადგენს რისკ ჯგუფს, რომელთაც მე შემიძლია გაბედულად გითხრათ. მართვის უნარჩვევები არ გააჩნიათ. ისინი მერე სწავლობენ. მათ გააჩნიათ მხოლოდ ის უნარჩვევა, რაც საჭიროა, აი ორი ამხელა ოთახის ხელა ფართობზე ავტომობილის დაძვრა, გაჩერება და თქვათ უკუსვლით სადღაც შეყენება. აი ამის უნარჩვევა, ანუ ის მხოლოდ ის ცოდნა გააჩნია, რაც მართვის მოწმობის აღებისთვის არის საჭირო და არა უსაფრთხოდ შეუფერხებლად ქუჩებში მოძრაობისათვის. და ერთ-ერთი საკითხი სწორედ გუშინ ჩემს მიერ დაყენებული იყო ის, რომ როდესაც სახელმწიფო ასეთ შეზღუდვას აწესებს მარჯვენა საჭიან ავტომობილებზე, აუცილებლად იქვე უნდა შემოიღოს გამოცდის ჩაბარება რეალურ საგზაო პირობებში. ამისთვის ეს არის ცალკე თემა, ვრცელი თემა, რომელსაც ჩვენ ამ წლის განმავლობაში მაგაძლევთ პირობას, ჩვენ ხედვას აუცილებლად მოგართმევთ, აუცილებლად წარმოგიდგენთ და შევეცდებით, რომ ამაზე გავხსნათ დისკუსია. მართვის მოწყობის აღების დროს ფსიქოლოგთან დასაუბრებაც აუცილებელია, ხო? რა თქმა უნდა. ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ სამედიცინო ცნობას იღებენ ნაცნობობით ფულით. არაფერი ნაცნობა არ უნდა ეგრეთ წოდებული ფსიქოს აღებას უნდა ფული. მორჩა მეტი არაფერი. ამიტომ ეს არის სუფთა ფორმალობა და დღეს არსებული სისტემა მძღოლის, ასე ვთქვათ, ტესტირებისა, ჯანმრთელობის ტესტირებისა ამ კუთხით არის სუფთა ფორმალობა, გადაიხადე და იღებ ქაღალდს. ეს არის დრომოჭმული საბჭოთა პრაქტიკა. რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მუშაობა როგორ მე თქვენთან ერთად, ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ამ საკითხზე ერთგვარი საზოგადოებრივი აზრის ფოკუსირება და დისკუსიის გასნა. რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი მთავარი არის მაგალითისათვის თემას გეტყვით აგრეთვე. ხშირად სახელმწიფო ცდილობს დაგვავალდებულოს, რომ ავტომობილით სტექს დათვალიერება, დღეს არა, ხვალ როცა იქნება, უნდა შემოღებულ იქნას და ეს მართლაც ასეა, შემოღებულ უნდა იქნას. დიდი ბოდიში, მაგრამ როგორ საწვავს ვასხავთ, თქვენ იცით? მე არ ვიცი, თქვენ ხომ არა გაქვთ ინფორმაცია, სად შეგიძლიათ მოიძიოთ, როგორ საწვავს ვასხავთ. პრინციპში სხვადასხვა წყაროზე, საექსპერტო წყაროებზე დაყრდნობით, მე შემიძლია მოგახსენოთ, რომ სოკარის საწვავი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობის გოგირდს. ისეთი რაოდენობის გოგირდს, რომ უბრალოდ მისი გამონაბოლქვი არის პირდაპირ კანცეროგენი. ის ჭყალებში სიკეთე, რასაც ყოველწლიურად საქართველოში 9-10,000 ახალი პაციენტის მიმართვიანობა ქვია ონკოლოგიურ დაწესებულებებში, ეს შემთხვევით სიდან არ ვარდება. ეს არის შედეგი უხარისხო საწვავის.
რომლის ხარისხიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ ვიცით. და ან თუ კი ჟურნალისტები დაინტერესდებით და ჟურნალისტურ გამოძიებას ჩაატარეთ, მაგალითად ცენტრალურ მაგისტრალებზე, ცენტრალურ ქუჩებში ჩვენს დედაქალაქში გარეთ ვინც მუშაობს, თმის ღერი თქვენ შეგიძლიათ ანალიზი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაატაროთ, შეიძლება ტყვიაც კი აღმოჩნდეთ, თქვენ იცით, რომ თმა არის ერთგვარი, აი როგორც ყავის ნალექზე მკითხავენ, ოღონდ იქ არ მკითხავენ, ზუსტ დიაგნოზს სვამენ, თუ ადამიანი რითი იკვებება, რითი სუნთქავს, რა გარემოში ცხოვრობს, იქ შეიძლება ტყვიაც აღმოჩნდეს. თუ კი ტყვია აკრძალულია, საქართველოში აკრძალულია ტყვის შემცველი საწვავის გამოყენება. აბა ადამიანის თმის ღერში მძიმე მეტალი საიდან ხდება? თვითონ ჩვენი სტატისტიკოსები გვეუბნებიან, რომ 95% დედაქალაქის საჰაერო აუზის დაბინძურებისა მოდის სწორედ ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის წილად. ამიტომ ეს ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. გუშინ ცოტა ღიმილის მომგვრელი იყო, როდესაც ნაციონალური მოძრაობა აჭარის მოედნის და სააკაძის მოედნის საცობებისგან განტვირთვაზე, თქოთ, ამუნათებდა ოცნებას. ძალიან ესე იგი არ ვიცი, პოლიტიკოს თუ უტიფრობა შვენის, ასეთი დოზის უტიფრობა უნდა ქონდეს მემხედველობაში მაქვს ის, რომ სასტუმრო აჭარის წინა მოედანი ნაციონალებმა გაყიდეს. და ახლა, თქოთ, უკიჟინებენ ოცნებას, რომ მათ არ აქვთ ამ განტვირთვის სქემა. ესე ძალიან საინტერესო დეტალია. ნუ ეხლა რაც დათესა ოცნება მიმას იმკის და ეს მათი საზიდი ტვირთია. ნუ ეს მარტო მათი საზიდი რო იყო, მაგას რა უშავს? ჩვენ ზურგზე გადადის ეს მოუწესრიგებლობა, მაგრამ მე როგორც საკრებულოს დეპუტატი გაძლევთ პირობას, რომ ამ თემას არ შევეშვები და საკრებულოში ჩემ რამოდენიმე კოლეგასთან ერთად აუცილებლად ჩვენ საკმაოდ ესეთი მწვავე, ესეთი ნედლის სახრის ქვეშ გვეყოლება ყველა ის ჩინოვნიკი, რომელიც იზარმაცებს და რომელიც ამ საქმეს არ მიხედავს და უკვე ყბადაღებული ხლა პუშკინის ქუჩაზე საუბარიც აღარ მინდა, ეს უკვე ახალი არჩევნები მოდის და ჯერ ისე პუშკინის ქუჩის, თქვათ, ორმხრივ მოძრაობის აღდგენაზეა საუბარი. თუმცა პატარა გამონათებები არის, მაგალითად გუშინ წინ შედგა შეხვედრა მერიის ინიციატივით დედაქალაქში არსებულ სადისტრიბუციო კომპანიებთან და ძალიან კარგია, რომ ეს ღია შეხვედრა ძალიან დიდ სირთულეებთან არის ამის რეგულირება, მიამიტობა იქნება, რომ დაუწესო ამ საათიდან ამ საათამდე მხოლოდ შეტანა, მაგრამ რაც პოზიტივი დავინახე ის, რომ მე უბრალოდ ვთხოვე დისტრიბუტორებს, რომ მოდი, აი ჯენტლმენურად შევთანხმდეთ ჩემს დედაქალაქში, ხო? ჯერ კიდევ ჩემი თაობის ადამიანებში, რა თქმა უნდა, თქვენი თაობის ადამიანებშიც სიტყვას ჯერ კიდევ დიდი ფასი აქვს, ხო? აი ჯენტლმენულად შევთანხმდეთ, რომ მაინც და მაინც პიკის საათში, ხო, მეორე რიგში ვიწრო ქუჩაზე, სადაც მანქანა ვერ გადით, მაინც და მაინც მაგ პერიოდში ნუ შეიტანენ პროდუქციას, ისეთი რეჟიმი შემოიღონ მუშაობის, რომ მათ დისკომფორტი არ შეუქმნან ჩვენს თანამოქალაქეებს. ნახოთ რა, ესე იგი როგორი განვითარება ექნება ამ თემას და გუშინ დამირეკეს და შემომთავაზეს ეს სიახლეა, მე თქვენ პირველად გეუბნებით, მერიიდან იწყება ახალი ავტობუსების შემოყვანისათვის საჭირო სატენდერო პირობების მომზადება და ამ კომისიაში მე როგორც საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციიდან წარმომადგენელი მიმიწვიეს და მე აუცილებლად თქვენი მეშვეობით ჩვენს ამომრჩევლებს, ჩვენს თანამოქალაქეებს ანგარიშს ჩავაბარებ თუ როგორ მიმდინარეობს, რამდენად გამჭირვალედ მიმდინარეობს, რომელ მარკებზეა საუბარი და თავისთავად რომ ამაზე საუბარი, რეალური საუბარი დაიწყო, ესეც მისასალმებელია. ეხლა სიამოვნებით დაველოდებით თქვენს შეკითხვებს თუ კი. აი იგივე ავტობუსებთან დაკავშირებით გეგმებოდა რომ გაზზე ყოფილიყო ეს ავტობუსები, რამდენად რჩება იქ? ესე იგი რა არის იცით, დაალაგებულ ქვეყანაში აბსოლუტურად ლეგიტიმური სწორი შეკითხვაა და აქცენტი სწორად არის დასმული თქვენ შეკითხვაში. დაალაგებულ ქვეყანაში ჯერ არ ვიცით როგორ ავტობუსებზე საუბარი, იმიტომ რომ საუბარი არის ამ კომისიის შექმნაზე. თუმცა წინასწარ გამოჟონილი ინფორმაციით, როგორც თქვენ გაიგეთ, ასევე ჩემთვისაც ცნობილი არის, რომ მერია აქცენტს აკეთებს გაზზე ბუნებრივ აირზე და შეკუმშულ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებზე. დაალაგებულ ქვეყნებში ხო, ეხლა გაზი და
რაღა ბენზინი აფეთქებულა, რაღა დიდი გელი შეჭამს გაზს თუ გლისფერით ურავ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ დაალაგებულ ქვეყანაში ეს არ წარმოადგენს საშიშროებას. ის დაალაგებულ ქვეყნის მე ევროპული ქვეყანა მყავს ხედელობაში, სადაც სერვისი არის უმაღლეს დონეზე, სადაც ტექდათვალიერება, სადაც რეალურად ამოწმებენ. აი ჩვენისთანა ქვეყანაში, სადაც ტექდათვალიერება არ არის, სადაც სერვისი სამწუხაროდ არის, აი პლინტუსზე დავლა, ხო? ძალიან დიდი რისკის შემცველია ასეთი ავტობუსის ექსპლუატაცია და შენახვა. მით უმეტეს რომ ასეთი ავტობუსი ღირს ცოტა უფრო მეტი და ისეთი კატასტროფული, ისეთი ხელშესახების სხვაობა, ფასტაშორის სხვაობა, რომ თქვათ 7-8 წლის ექსპლუატაციის მანძილზე მოქცეს, ნამდვილად არ იქნება. ამიტომ მე თქვენის ნებართვით უფრო ყალიბდები თანამედროვე ევრო 5-ის დიზელით ან ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი ავტობუსების შემოყვანაზე. თუმცა მოდი არ გავუსწრებ მოვლენებს და ამ კომისია რო შეიკრიბება, ჩვენ გვექნება სასაუბრო და პერიოდულად ამ კომისიის შეკრების თაობაზე და თქვათ გამოკვეთილი ბრენდების თაობაზე ეს უკვე ტექნიკური ნაწილია, მე თქვენი მეშვეობით აუცილებლად მე კონტაქტი მექნება ჩვენს თანამოქალაქეებთან და ამომრჩევლებთან თუ საითკენ რა მიმართულებით მიმდინარეობს ეს ტენდერი. სავარაუდოდ რომ დისფისი გეგმება შემოყვანა ხო არის 2016 წელს არის 30 მილიონის კრედიტის აღებაზეა აზიის განვითარების ბანკიდან და ალილო და ხვალეო ნახოთ თავისთავად ეს ურიგო არ არის 150 ავტობუსი 550 ავტობუსი დადის ჩვენს დედაქალაქში დადის როგორ დაჯაგლაგებული ავტობუსი და თითქმის მესამედი რო განახლდება დამერწმუნეთ რომ რაღაც აი პირველი ისეთი სერიოზული ნაბიჯი იქნება ნახოთ მე თუმცა კიდევ ვიმეორებ რომ ამის პარალელურად აუცილებლად თბილისის მერიამ გინდა არ გინდა მას მოუწევს ამის გაკეთება აუცილებლად უნდა შექმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ასე ვთქვათ ახალი სქემები უნდა გადაისინჯოს, გადაანგარიშდეს ახალი სამარშრუტო ხაზები. უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, რომ რატომ არის რომ თითეული ჩვენთაგანი, ხო? როგორც კი 600-700 ლარია სამსახურს ვიშოვით, ხო? იმ წუთში ვცდილობთ რომ კრედიტით შევიძინოთ რაღაცა 1500-2000 დოლარიანი ავტომობილი. იმიტომ რომ რეალურად ყველამ ერთად რომ მოვიდობოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურამდე მისვლა, უბრალოდ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო, რამდენიმე ერთეული, თქვათ, მოძრავი შემადგენლობა, ავტობუსი, სულ რამდენიმე ასეული და ის 1500 ცალი, რომელიც ხაზია, ყვითელი მიკროავტობუსი, ნამდვილად ვერ აუამას. ამიტომ ეს არის კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა და მე ვიტყოდი, რომ მომავალ არჩევნებში თბილისის მერის გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ამ პრობლემებს არა ნატოს, არა ევროკავშირს, არა თქვათ მაპის მიღებას, არამედ ვინც მიხედავს დედაქალაქის ურბანულ პრობლემებს, ვინც მიხედავს ტრანსპორტს, ვინც მიხედავს საცობებს, ვინც მიხედავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, აი ეს მერი იქნება, ვინც შეზღუდავს დეველოპერების მადას, რომლებიც ტროტუარებზე აშენებენ და სკვერებში აშენებენ დეველოპერებს და ბიზნესმენებს ნამდვილად ვერ უწოდებ, აი ვინც მათ მადას შეკვეცავს, აი სწორედ ასეთი კანდიდატი გაიმარჯვეს. ნუ ნახოთ ამ. და კომისია როდესაც დაიწყოს მუშაობა სავარაუდოდ არის. უახლოეს დღეებში მე გუშინ მივიღე ანუ კიდე ვისით იქნება დაკონტროლებული? ნუ რა ცხადია ეს იქნება მერია, ცხადია ეს არის საკრებულოდან და ცხადია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ეხლა დეტალები ამაზე მეტი მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე გუშინ მივიღე შემოთავაზება.